დილამ შვიდობისო. Так, ეხლა რა ხდება სიმონ კაროჩ. გავარია. ეხლა ვდექით დილის 6 საათია. რომელიც 8:30 უნდა გავიმზადო და მივდივართ ვარძიაში. კაროჩ რაღაცები უნდა დავათვალიეროთ ბავშვებთან ერთად და დრონი მიმაქვს ძინავს კოფეინს დავლევ ხა მე და გევიყვიძებ და ახლა პასტონი ავაყვიძე ხა. ეხა ვართ ასპინძის რაიონში, თუ ასპინძაში, არ ვიცი, რაღაც წყალსაცავზე ვართ. ეხა გაჩვენებთ. დრონი მოგყვება ჩვენი ძმა. გვიღებს, აი ესეთია. აქ წეღან ჩავიხედე, მე სიმაღლის შიში მაქვს, შევიჯვი პაწაზე. და ესე მივყვებით ნელ-ნელა არძიისკენ და ნელ-ნელა დავათვალიერებთ გზაში რაღაცეებს. ესეთ ადგილებში გავჩერდებით, ბავშვებს ვანახებ, დაათვალიერონ. ცოდნო აქედან აქვთ ფესვები, სხიჭავახეთიდან. ბანერებზე ეხა და თევზაობა არ შეიძლება, სურუ არ შეიძლება, ფერი არ შეიძლება, ყველა ყოლისფერი აკრძალულია კონკრეტულად ეთყობა ამ ადგილას, თორე. ახლა იქ რო წავიდე, აი იქ მაგალითად აი შორს რა რო წავიდე, ეხლა რა პრობლემა იქნება, იქ სადმე ვიცურავო, არ ვიბანავო, ვინ დამინახავს, მაგრამ სავარაუდოდ კამერები აქვს, ბევრი კამერა აყენია ძალიან და იქაც გნახავენ წესით რა. ეხლა გავჩერდით სიგარეტის მოსაწევად, არა, ფოტოსესია გვაქვს, ჩემი ნაბოზარი, რომელიც გარედაშია და აიყვავს მალე და აქ სასიარულო სხვა ჯიპი მინდა და სავარაუდოდ ვრანგლერი საჰარა, აქ ძალიან ბევრი გიურზაა. ესე ვიცი, მაღლები გავავწყილე ვასწავლე რომ შყლაკუნი და ჭყლაკუნი გიგონეთ მეთქი ფრთხილად იყავით. არ იჩქაროთ, არ ირბინოთ, ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით, ნელი მოძრაობებით იმოძრავეთ. მაგარი ლამაზია ქაურობა რა. წეღანიკ ტიპები თევზაოდნენ, პროსად ცუდი ჩასასვლელი იყო და არჩევედი რა, ამით ჩასლა ცოტა არ იყოს ცუდი იდეა. ძალიან ღრია და წვიმები იყო. სიამოვნებით ვიბანაებდი. შორდები უნდა წამომეხო და ვიბანაებდი ახლა. შევიდოდი წყალში ჩვეულებრივად. ასხა შხაკუნის ხმა ისმის, არა? შხ. გიურზა. მაგარი გიდგას გვერდზე. აუ, პისტეცი სილამაზია და აქ უნდა დავდგე ხა რა. სიმაღლის შიში მაქვს რო იცოდეთ. აგრო ძნეყო სიმონ უეჭველი გადეიტეხავ თირკმელს. თევზი ჩანს, ბიჭო, რამხელა თევზია. ხედავთ? წინ უცხოური ისინი მინდიან. პარამაი არ ჩასვა. ბანძი ტრაკები აქვს და იმიტომ არ ჩასვა. ძალიან ლამაზია ყველაფერი. მე რა ქვია, ხანა. ბიჭო, აქ ჩემი პატარა დრონი რო ავაფრინო ეხა. დედა ეტირება რა, აი ცვეთში ვიცი რა, მარა. არა, შანსი არა, ქარი წაიღებს უეჭველი რა, ძალიან მაგრა უბერავს ქარი აქ და კაროჩ დრონი მაქვს საყიდელი რა, ეს დრონით უნდა გადაიღო ეს ყველაფერი. ამას უყურეთ რა ლამაზია ბიჭო. ძალიან ლამაზია ყველაფერი. მე ვიქნები დრონი ხა. აქ ავიდე. ძალიან მაგარი. დღეს მშვენიალური ტური გამოგვივიდა. ჯერ კიდე რაღაცები არ გვინახია ვარძიაში, სამ ყოფილვართ იდეაში. მაგრამ გზად რაღაცეებს ეხა ვნახულობთ რა და მე ვარძიაში წავართ, ეხა ვარძია იქეთა. კაროჩ რაღაც ტაძარი იყო, იქაც მივალთ, ნახავთ ვიდეოში და ეს ვათვალიერებთ და ბედნიერესი ვარ, ძალიან მომწონს. ის ცხვრებია, ხო უეჭვე. კი, ცხვრებია, ნახეთ. აი იმენა თვალი რას მიჭრის, დააკვირდით? აი იქ თეთრად რო ჩანა და ხედავთ? იმედია ჩანს რა ამ კამერაში. აი იქ თეთრად რო ჩანა ცხვრების ფარაა. დაახლოებით 1.500 ცალი ცხვარი იქნება იქ ხა და გენიოსი ხარ.
ეს მთაში დენიან ხოლმე. 1-3 მეცხვარე ახლავს უეჭველი 3-4 მეცხვარე და ან მეც დავდიოდი ხოლმე პაპაჩემი მთხოვნი და იმას რა ქვია მათრახს, თავის მათრახს და მივდიოდით მე ჩემი ბიძაშვილები ერთად მივდიოდით ნახირში. აი ჩვენი ვარძია. აქ ისევ დრონს ვერ ავაფრენ ძალიან ქარია. აი იქიდან აგზა, აი. ესე იგი ხიდიდან უნდა ევიდეთ. ფოტოსესია აქ ბიჭებს, ყაზირლებს. უნდა ვცადო მაინც დრონი რა. აი იზამს წერებს ქარი და მოსტყდედის ტრაკი. აქ იქნება დრონის კადრები. ესეთი სილამაზეები აქ. კიდე რაღაცაა კაი. ხო, ევიდეთ უნდა მე ვნახოთ უნდა. ადით, მოდით, ადით. აქ რაცა ძალიან გაშავებულია, რაღაცას წვავდნენ აქ. კელიებია? იმიტომ ნახე, დამწვარია. დამწვარია, მაგი ვთქვი, ანუ რაღაცას წვავდნენ რა. დასასვენებელია აქ. ხაში წავდე. შემიშვით აბა. დასასვენებელია რა, ცეცხლს გაანთორდა. აკაი შუაში გაანთორდა. აკაიში ჩაჯდენდნენ. და გან ცეცხლს დაათენდნენ და ისე. ხო, სავარაუდოდ ცეცხლი ინთებოდა და ამაზე აკრავდნენ იმას რა. ხო, ამეებში ცეცხლს ანთებდნენ და ამაზე აკრავდნენ პულს ხო. ეს არის თონე. უღუროფერი. ეს ყოფილა თონე. კედელი უღუროფერი. ო, დამწვარი. ეს რატო იცი და ჩეხილი კვამლი რო ადვილად გასულიყო გარეთ. ამას მიყובოდა კვამლი და შიგნით კვამლი აღარ დგებოდა. დაწერია უკაცრავად. საპატარძლო, ოპა. საპატარძლო უნდა ვნახოთ. პატარძალს გვაუპეს იქნე კაკადუი. ანუ ადრეც შობოდნენ? გენიოსი ხარ. რა ვიდე დაიძახო და აისტუმა მოგიყვანაო და კომპოსტოში გიპოვეთ. ო მე მეზარება პატარძლის ნახვა. მე შემეზარა ასლა. აი იქ არის საპატარძლოი. აი იქა საპატარძლო. ანუ იქ ამზადებდნენ ეთყაო პატარძალს და მე მიყავდნენ იქინე. ძალიან ცხელა ცვეთში. აი წეღან ანუ კადრებს ვიღებდი. ის ადგილია. გარედან რო დრონით კადრებია გადაღებული. აი იქ არის. აი იქ ვიყავი წეღან. აი ეს ადგილია. კაროჩე ახალციხე იმით არის კარგი ზოგადად აი მხარე, მზეში დგახარ და მზე გაპობს, საშინელი სიცხეა მზეში, მაგრამ ჩთილში როგორც კი შემოხვალ, იმენა სასიამოვნოა ძალიან რა, ცხელა. მაგრამ ჩთილში კაი ნიავი უბერავს. ბევრი რაღაცაა ძალიან აბანო. მე ვარ ინფლუენსერი და მცალია რა. ჩემს სტიქიაში ვარ, მე ვიღებ ვიდეოს. всё, დაივიწყეთ, ჩემი არსებობა დაივიწყეთ აქ. მე ვარ ინფლუენსერი. ალექსანდრე, მოდი. წამო მამიკო, შენ მე გადაგიღე. წამო. მე იყვანი ახლა აგენი სადმე. დაიღალა 6 წამში დაიღალა, 6 წამში, მაგრამ სახში რო იყო ახლა დივანიდან დივანზე იხტუნაებდნენ იმენა. ბატონზე გინდებიან? კი. იმენა, ბატონი უნდათ. რამე ის ნახვა, რამე აი საინტერესოა რა. ფული დახარჯონ, რაც ხა სათამაშო. ახან ისი რა მაღაზია, მამიკო? რობოტები იყიდება ახან. რობოტების მაღაზია, თანამედროვე რობოტები, ქვევიდან გაკეთებული. ამ ნახავთ ახლა მაგ მაღაზიას, ნახე? აი რა, ზიპლაინია? ხო, არა, რაც ხა დაჭიმულია. ქვაი უჯირავს თუ რა, აი, ვერ გევიგე რა, აი. რაია, საბაგიროა მარა. ჩადი, მიდი, წადიო, ჩახტება. გადი იქეთ. აი, იგი არა. პატარა. ჩახტე. სამრეკ. თეთა დრონი წამომეღო აქედან გავფრინდებოდი ასე. შუ! აიმე. აუ რა მაგარია. აი მერცხლების ბუდეები. რამდენი ჩილის ბუდეა? მერცხლების, მამიკო. ყოფილა ხალხო სასადილო ოთახი, მაგრამ ვერ მივხვდი ახლა მე. იქ სავარაუდოდ ევშები აქ ჯდებოდნენ, თუ პირიქით იქ ჯდებოდნენ და ის იყო მაგიდის თემა, ხო? ხო, აი მასე და აქ ჭამდნენ. მაგრამ ესენი ცეცხლი, შუა ცეცხლი. სავარაუდოდ სკამები იდო, ქვები იდო და იჯდებოდნენ. აი, იმიტომ ეს დახაზულები ხოლმე რა. რომე კვამლი მარტივად გასულიყო რა, კვამლი გაყოლოდა კედელს და ხო, კვამლი მარტივად რო გასულიყო და ანუ შიგნით არ მდგარიყო კვამლი რა. ხო, აქ სავარაუდოდ მაცივარი იყო. ხო, პროდუქტებს ინახავდნენ საჭმელს გამზადე, ხო.
ხათმებს. გარეულას? გარეულ ხოჭებს? ხოჭი ვინა? იო. წავეით მა. თორე გარეული ხოჭი მოახა მაგან. ალექსანდრე გამოუშვებს განეულ ხოჭებს. ჯვრიანი სამლოცველო ესაა თუ იქეთაა პირიქით. საწნახელია იქით, ოკეი. გა სამლოცველო. სადავდივართ არ ვიცი მე მგონი დევიკარგეთ. 69. ოპა. ეს რა 69 ეს რა ოთახი მივაგენი ბიჭო. ნიხუი ასევე. ჯომაგარი ტურისტები გეიჩიტა ბარა. მე მივატრიალებ ჩუმად კამერას. შევინახოთ ჩვენ დაკადრები. ია სამან მარაკნა. აი როცა მეყლე სიაძებ დგები, მაშინ ვარ ძალიან დაღლილი. G2G? აგერ G2G ყოფილა. G2G აქ რა გინდა? 2G. წარწერა გიგილო მიშიკო. რატო შობით ბიჭო, რატო? რატო შობით? ისე ამდენი ოთახია და ბევრში არ ყოფილი ვარ და წეღან შევედი ოთახში. სადაც 69 ეწერა ეკა. ანუ კირჩხიბის ნიშანი რა. ხო, კირჩხიბის ნიშანი, პროსო მოდრიალება უნდა. ან დუდღნიებს ქვია. აუ რა სიგრილია აქ. გასასვლელი მოსმოჩა. აია მამა. სადაა კამერები? ой. კამერები არის ხო დამონტაჟებულია, რამე რო არ გააფუჭო. რამეს ხელი რო არ მოკიდო ზედმეტად. რაღაცა გასაძრომს მივადექით მე ესე ამბობენ. აი ამის გამო რა. აი ამის გამო. ალექსი და რაღაცები რო აწერეთ რა. კარგით რა გცხვენიათ ბიჭო. რა გცხვენიათ. გამოუსლელებო თქვენ. რატო უნდა დააწერო აქ ან კაროჩი რა ალექსი და რაცხები აწერია ზედ ოპა აქ ცოტა არ იყოს თავებს უფრთხილდეთ უნდა მე იგი ვარ ეგ კინოროზავრი მაშინ არ იყოს განათებული უფრო ვიწრო იყო განათებული არ იყოს ბნელი იყო ნათელშიც კი ბნელია და მაგიტო იქნებოდა ის რა ქვია საშიში აი გამოვიარეთ ეხა დიდი არაფერი რა მაგრამ როცა სიბნელი იყო მართლა საშიში იქნებოდა წყალი აი მოდის მოყვარულება აკეთებოდა ლუდი აი ჩიფსი ლუდისა ვერ ვიპოვე ახალ ციხეში ვერ ვიყიდე ლუდი ქვევრის ლუდი ეხლა მოყვა ისტორია აგერ ტიპმა აქო იტყუებდენო ტიპებსო კლავდენო თავებს ჭრიდნენ ხო და მერე აქიდან ცაცხა იქნე ვარდებოდა არა ქართული გენის ბევრი სისხლი აღმოჩნეს თურმე აქ და მე მაგაზე ეხა ფეხით გადევიარე ეს ერთ დღეზე გაგეთებდი ხო ამას დაახლოებით წლები 10 წლეულები რამდენი წელი შენდებოდა ეს ვარძია 50 წლის მანძილზე ხალხ შენ თვითონ არ დაგორდე მას შენი ვიდეო მე ვინმეს არ დევეცე თორე მივიკარავ 300 არაგველი ბლა გავჭყლით ამ ყველას აი უცხოელი ხალხი არ დაგორდე წამოვთხილათ გახრადილია ეხები და ადგით მიდმა ნუგეშინია იარე მამა ნუგეშინია ნუგეშინია ასე ჯერ ერთი ფეხი დადგი მყარად რო დადგა მე მეორე ჩამოდი მე დიდი კუტუები რო გეკრება შენ კუტუებს მე ეჯიდები და აღარ შეგეშინდება ო ზევით აგერ ჩეულებრივად მაცივრებია კოკაკოლა წყალი ნაყინი ცეპები სამაჯურები რაღაცები იყიდებოდა აქაური არაყი მაგრამ არ ვიყიდე 10000 კაცამდე ცხოვრობ აი ესა ანუ აქ იყო სწავლების თემა აქ ამზადებდნენ სავარაუდოდ აქ იყო აქაა ფთიაქი აქზე იყო აბანი აქზე ექიმები იქ ბანდელ აქ ჭრიდნენ აქზე რაცხას კიდე შობოდნენ გენიოსი ხარ
აქ რა აგით საცხოვრებელია სავარაუდოდ ხო აი უფრო საცხოვრებელს გავს ანუ აბანოდან გამოსეს ხო აბანო იმდენი გვირაბი ვიარე რომ მე ვეღარ გევიმართე რა წავედი სიმონ ამაყაც ჩემი დედავოდი აი მე რომ მივხარე გიდი რო არე ვიყვანე გითან ერთად ასწორებს იმიტომ რომ წამოვეწიეთ წეღან და რაღაცებს უხსნიდა და რაღაცები ვკითხეთ კი გაგვცო გიდმა პასუხი მაგრამ შენ რო აიყვან ჯობია რა როცა ოჯახთან ერთად ხართ გიდი აიყვანეთ აუცილებლად რომ ისტორია გაიგოთ მოგიყვენ და ასე შემდეგ კაი იქნება კაი დია მოკლედ გოგონება და ბიჭუნება ეხა ვართ რატოა ესეთი ჭიქა სადაც ეს არეტევა რა ერთი მინუსი გემრიელია მინუსია მოყებულია ეს პური აქვეც ხვება მესხური რა მიყვარს სოხში გამოცხვარი პური ტიკიდინდა უყურე ოპერგაკეთა ახლა დავატყემანში როგორები არიან ასპინძაში აღურე ახლა ველოდებით აპოხტი უთხარით მესხური ხინკალი უთხარით მესხური გადა ახალი კარტოფილი ყველა ხინკალი პატარა ხინკალები იქნება სპეციალური ეხლა მე გავსინჯავ კარტოშკას გავსინჯავ რა არასული კაი აქვს იდეალური შეწყვეტა შავი ციცაკა ოდნავ შიგნით ის აქვს ომი ოდნავ ცოტა ხანი არ უნდა დააფარო ცოტა ხანი დეგეპარებიან ზეიდან და მე მე გავზერხებ ის დაცვა ეხლა მოვიდა მესხური ხადა მე ცოტა კაპოტებს და რაღაცებს ავხთი ეხლა ანუ გაჩვენოთ აი ესეთია შიგნით ესეთია აი ეს აშიქ თავსი ეს არის მომწვარი ქვილი მარილთან ერთად ცხონებული მამაჩემი აკეთებდა ხოლმე სახში ძალიან რომ ენატრებოდა ეს არის ფენოვანი ცომი ეს არის უგემრიელესი რამე ოღონდ უნდა ჭამოთ მესხურ ჯავახეთში რა ახალ ციხე ახალ ქალაქი ვამასტუმანი ესა ვიდეო არა მაგითი დემაირა ასეთი ახვია არც ხაჭაპურს არ ვჭამ, არც ზედა მხარეს ვჭამ. დიდად რა, ძირითადად ჩიქთავს უბერავ ხოლმე რა. განა ეხლა მის ზედა თავი აუცილებელი. ეს არის უგემრიელესი რამე რა. დიდი არაფერი არაა პოქტის ხინკალი მე თუ გითხავ, აი ეს ცომს არ შევჭამ, აი ეს არის ჩიქთავსი რა. ამას უნდა ნიორი წყალი, ამას უნდა ხახვი, შებრაწული კარგად და მაწონი. მე დიდად ეხლა კიდევ ცოტა სხვაგან ხო? არა რა. ჩემი გემო არა აი დაძველებული ხორცი რაღაცა. არა. პატარა ყველის მესხური ხინკლუკები, მამაცით სოუსები. ეხლა გადავატრიალებ და მარილს დავუწყებ ჩხუბს ხო ვიცი. ეს არის შემწვარი ხახვი. აი ესე უნდა ამ ხინკლუკებს დააყარო. და ეხლა მე იმის გარეშე შევჭამ, ნაკია ათულის გარეშე, მაგრამ აწონებს ძალიან უხდება. ხო მე მოვჭამ ამ პრინციპში. Всё, გედაც აი ჯამავია. დამებრუნეთ კუჭი. ვიხდი 17000 ლარს. დამებრუნეთ უკან ჩემი კუჭი. ჩემი კუჭი კვარტნა. აი ესე. დაგიბრუნე თავის ხურსა ხას. აი ესე გამოიყურება ჩემი შეკმაზული ხინკლუკა. ნიორი, ხახვი, მაწონი. სამწუხაროდ მესხურ ჯავახური კერძები არაა კიდე ბოლომდე წამოწეული საქართველოში რა რო იცოდეთ ძალიან ბევრი ისეთი კერძია რომელიც არ ვიცით მართლა ძალიან ბევრია მარტო ყველის სახეობა აქვს რამდენნაირი ვიღაც არის არ მახსოვს ზუსტად ძალიან ბევრნაირი ყველის სახეობა გაგვიმარჯოს მოკლედ ამ გემრიელ ნოტაზე ვარძიას ვოიაჟი მორჩა დაგემშვიდობებით მადლობა რომ მიყურეთ ჯიგრები ხართ კარგები ხართ და შემოგევლეთ ყველას აბა ჰედ და აბა ხოთ